BBC-ის დოკუმენტური ფილმი იყო პრინციპში დადასტურება იმისა, რაც აქამდეც ვიცოდით რეალურად, რომ ქართულ ოცნებას არ აქვს არანაირი რაღაცა მუხრუჭი და არ აქვს არანაირი წინაღობა იმისა, რომ ადამიანებს უბრალოდ არ შეუქმნას ახალი პრობლემები კი არა, ჯანმრთელობის ურთულესი პრობლემები. ანუ ზოგადად ხო არის ლაპარაკი ვსაუბრობთ, რომ რაღაცა ეს არის პოლიტიკური კონტექსტის ამბავი შეიძლება იყოს, შეიძლება ვიღაცებს რაღაცა ტიპის, თქვათ, პრობლემა შეუქმნას ქართულმა ოცნებამ, ოღონდ არა, ამ შემთხვევაში ვსაუბრობთ იმაზე, რომ პირდაპირ სიცოცხლის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის ჩადენაზეც კი მზად არის ქართული ოცნება და ამის დასტური ვნახეთ აგერ BBC-ის ფილმში, რომელმაც ღიად გითხრა, რომ ქართული ოცნება რბილად რომ თქვა ამ ეტაპზე, იმიტომ რომ სანამ საგამოძიებო სამსახურები თავის სათქმელს არ იტყვის და ალბათ ყველაზე მნიშვნელოვანი აქ იქნება ის, რომ OPCW-მ, ანუ იმ ორგანიზაციამ, რომელიც მსოფლიოში არის პასუხისმგებელი ქიმიური იარაღის კონტროლზე და ქიმიური იარაღის გავრცელებლობაზე, მან ჩაატაროს ასეთი გამოძიება, იმიტომ რომ ბუნებრივია ეხა სუსის ჩატარებული გამოძიების არავის არ გუჯერა არც საქართველოში და არც საქართველოს ფარგლებს გარეთ და OPCW-მ თქვას, ეს ნივთიერება იყო ისეთი ნივთიერება, რომელიც კონვენციებით არის აკრძალული, იმიტომ რომ ამასაც გამოვლიცხოვთ ქართული ოცნებისგან, თუ ეს იყო უბრალოდ ნივთიერება, რომელიც კონვენციებით შესაძლოა დაშვებულია და დაშვებული არ ნიშნავს იმას, რომ იგი აუცილებლად უნდა იქნას გამოყენებული და განსაკუთრებით უნდა იქნას საკუთარი მოქალაქეების წინააღმდეგ, ხო, გამოყენებული. ანუ ეს ორი ამბავი უნდა გავმიჯნოთ, იმიტომ რომ რაღაც შეიძლება კონვენციით აკრძალული არ იყოს, მაგრამ მაგალითად მისი გრძელვადიანი მოქმედება შესწავლილი არ იყოს და ამ კონკრეტულ ნივთიერებაზე, რომელზეც არსებობს ეჭვი, ანუ ყველაზე რბილი რა, ყველაზე მსუბუქი რომელიც არის იმ ნივთიერებებს შორის, რომლებიც აი იმ კოდით იძებნება, რომელიც BBC მიპოვა, ხო, აი ამ შესაძლოა ეს კონკრეტული ნივთიერება ითვლება ნივთიერებად, რომელიც გრძელვადიანი ეფექტი ადამიანის ჯანმრთელობაზე შესწავლილი არ არის. ანუ რეალურად ქართულმა ოცნებამ გაწირა ადამიანების დიდი ნაწილი, მეც მათ შორის, იმიტომ რომ რამდენჯერმე მოვყევი იმ წყალშიც და დღემდე ქურთუკი თქო, აი ხა გამახსენდა კიდე და გამოვიღე კარადიდან, რომელიც ბელგიაშიც მაქვს ამოღებული და ლაქები, რომლებიც ამ ქურთუკს აქვს, უბრალოდ არ შორდება. ანუ ყველაფერი ვცადეთ, მაგრამ არაფრით არ შორდება, იმიტომ რომ ქიმიური დამწრობა რეალურად იმ მასალაზე, ანუ ნაჭერზე. ამ ხრივ არის ყველაზე საყურადღებო და პრობლემური და განსაკუთრებით საწყენი კი არა, ამას რზენია ჯანდაცვის სამინისტროს დუმილი ამ თემასთან დაკავშირებით 1 წლის განმავლობაში. დღეს რო ვიღაცები იძახდნენ და მთელი კამპანია ააგორეს თითქოს სოციალურ ქსელებში, რომ აქამდე სად იყვნენ, რატო არავინ მიმართავდა. ჯერ კიდევ 1 წლის წინ პირდაპირ ეთერებით მიმართავდით, მე პირადად იმავე ღამესაც მიმართავდი, გამომდინარე იმ შედეგებიდან, რომელსაც ჩვენ ვისმენდით აქციის მონაწილეების მხრიდან, რა რეაქციებიც იყო და ამის შემდეგ სახალხო დამცველმა, ყოფილმა სახალხო დამცველმა, ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ ოფიციალური წერილებით მიმართა ზუსტად ამ ინფორმაციის გამოთხოვასა და გასაჯეროვებასთან დაკავშირებით. 1 წელი მათი მხრიდან რეაგირება არ ყოფილა. როდესაც თავად უნდა იყვნენ პროაქტიურები. ამისთვის ყავს ჩვენ ჯანდაცვის სამინისტრო, რომ პირველ რიგში ექიმები, პირველ რიგში ჯანდაცვის პოლიტიკაზე პასუხისმგებელი, ჯანდაცვის უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელი პროფესიული ჯგუფი რეაგირებდეს ამაზე და ეს არის სრულიად სამარცხვინო მოვლენა საქართველოს უახლეს ისტორიაში, როცა ჩვენ ამას ვხედავთ, იმიტომ რომ იქ საუბარი იყო, ეს ტოქსიკოლოგი საუბრობდა იმაზე, რაც ყველაზე ვშიშობო, რომ თუ კი ეს ტოქსიკური ნივთიერება ხდება უკვე კუჭი, ადამიანის კუჭი, ამას შეიძლება ძალიან სერიოზული შედეგები გამოიწვიოსო და ზუსტად ამიტომ არის ეს საკითხი ასეთი მწვავე ნამდვილად. დავით, გითხარით როგორი რეაქციები არის ბრიუსელში ამ ფაქტებთან დაკავშირებით, BBC-ის გამოძიებასთან დაკავშირებით, რა შედეგებს ელით თქვენ საერთაშორისო ასპარეზზე? ხო, რეაქციები განსხვავებულია თქვენ ვერ ვიტყვი, ანუ ვერ ნახავთ ერთ-ერთ ადამიანს თქვათ, რომელსაც ბოლო 2 დღის განმავლობაში შევხვდი და ვესაუბრა, რომელიც იტყვის, რომ იცი რა არის, არ ველოდებოდით ამას ქართული ოცნებისგან. ანუ ქართული ოცნებისგან ყველაფერს ელოდება, რაც ძალიან ძიმე მოსასმენია რა, იმიტომ რომ როცა შენი ქვეყნის ხელისუფლებაზე ამბობენ, რომ პრინციპში ელოდებოდნენ, რომ ისინი დაადგებოდნენ რაღაცა ლამის ასადის გზას, ხო, ეხლა მთლად შეიძლება ზარინით არ მოგწამლა, მაგრამ ნუ ჯერ მოდი ესე ვთქვათ, იმიტომ რომ რავი, ხელისუფლების გადასარჩენად და ძალაუფლებაში დასარჩენად ყველაფერზე წამსვლელი ჩანს ეს ხალხი. ბრიუსელის რეაქციები და არა მხოლოდ ბრიუსელის არის საკმაოდ მკაცრი. ბიუროკრატია როგორც წესი მოქმედებს რთულად და ნელად, თუმცა ამ წუთისთვის რაც უკვე ნათელი არის ის, რომ
რამდენიმე ორგანიზაცია, ანუ ვიცით რომ საქართველოსთან აი ნახე რომ თქვა სალომე ზურაბიშვილმა გააკეთა ოფიციალური განცხადება და ოფიციალურად მიმართა OPCW-ს, ასევე ქართულმა იმიგრაციულმა ორგანიზაციებმა გავაკეთეთ ასეთივე ტიპის მიმართვა და მიუხედავად იმისა რომ თქვა ეს არ არის რაღაცა ფორმალური მიმართვა ხო ან OPCW-ს რომ დაიწყოს გამოძიება და ეს რაღაც ოფიციალურად რომ მიიღოს მოთხოვნა, მას შეუძლია დამოუკიდებლად დაიწყოს ეს გამოძიება, თქვა აი პირდაპირ BBC-ს სიუჟეტი გამოიყენოს, მაგრამ შეუძლია ნებისმიერ წევრ სახელმწიფოს და მის ხელისუფლებას მიმართოს ამ ორგანიზაციას. თუმცა როგორც წესი, იგი სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების მოთხოვნებზეც ძალიან აქტიურად რეაგირებს და ჩვენს ქართულმა იმიგრაციულმა ორგანიზაციებმა გადავწყვიტეთ რომ ეს გაგვეკეთებინა და მოძრაობა მზიას ფარგლებში რამდენიმე ათეულმა ორგანიზაციამ იგივე გამოდის ჯამში მივმართეთ უკვე OPCW-ს წერილები და ვთხოვეთ გამოძიება. იმიტომ რომ როგორც თქვენ ამბობთ, ეს ჯანდაცვის ნაწილი არის ძალიან მნიშვნელოვანი. მე ჩემი ძველი სამსახურიდან გამომდინარე მქონია შეხება იმ ადამიანებთან, რომლებიც აი ეგრეთ წოდებული CBRN-ის, ანუ ქიმიური, ბირთვული, ბიოლოგიური და რადიაციული თავდაცვის საკითხებში ძალიან ისეთი კომპეტენტურები არიან და ამ ადამიანებთანაც ვისაუბრე ამ დღეების განმავლობაში და მათი მთავარი იდეაში გზავნილი არა მარტო საქართველოს შიგნით, იმიტომ რომ ქვეყნის შიგნითაც ყავს კარგი სპეციალისტები, არამედ ქვეყნის გარედანაც იყო ერთი მარტივი რამ, რომ ანუ რეალურად არსებობს ნივთიერებები, რომლებიც შეიძლება გამოიყენოს საბრძოლო მოქმედებებისას, თუმცა ეს კონკრეტული ნივთიერება საბრძოლო მოქმედებების დროს გამოყენებისთვისაც კი არ არის რეკომენდირებული. ანუ აკრძალული შეიძლება არ არის და ამაზე აპელირებენ თუ დააკვირდებით ხელისუფლების წარმომადგენლები ბოლო პერიოდში, რომ ჩვენ აკრძალული არაფერი გამოგვიყენებია. თუმცა იმას არ ამბობენ, რომ ჩვენ არ გამოგვიყენებია არაფერი ისეთი, რამაც შეიძლება მძიმე შედეგები გამოიწვიოს ადამიანის სიცოცხლესათვის. ანუ რეალურად ექსპერიმენტული ნივთიერება, რომელიც პირველი მსოფლიო ომის დროს მასზე ექსპერიმენტებს აკეთებდნენო, ასე ვიცით ჯერჯერობით, იმიტომ რომ ჯერ ზუსტად არ ვიცით, ანუ BBC სიუჟეტის მიღმა საგამოძიებო დასკვნა კონკრეტული ხო და ამისთვის არსებობს სწორედ აი ეს ორგანო, რომელზეც ვსაუბრობთ, OPCW. ამ დასკვნაში რა ნივთიერება აღმოჩნდება, ეგ კიდე მეორე ამბავია, მაგრამ რაც ახლა ვიცით, რომ ეს არის ნივთიერება, რომელიც პირველი მსოფლიო ომის დროს გამოიყენებოდა ექსპერიმენტულად, აღმოჩნდა, რომ მისი გრძელვადიანი შედეგები რთულად პროგნოზირებადია, არ იციან რამდენად დამაზიანებელი შეიძლება იყოს ადამიანის ორგანიზმისთვის და აი პირველი მსოფლიო ომის დროინდელი საზოგადოება შეთანხმდა, რომ მოდი არ გვინდა ამ ნივთიერებაზე მუშაობის გაგრძელება, იმიტომ რომ შეიძლება ძალიან სახიფათო შედეგებამდე მივიდეთ. და აი ასეთი ტიპის ნივთიერებას როცა იყენებს ხელისუფლება და ძალიან სწორად აღნიშნეთ ხო ჯანდაცვის სამინისტროს ნაწილში და როცა ჯანდაცვის სამინისტროს დიდი ალბათობით არც კი ეუბნება ძალიან გავს ამითი იგი რა ვიცი როდიონოვის დროინდელ საბჭოთა კავშირს ხო როცა დიდი ხნის განმავლობაში სამეცნიერო სექტორმა სხვა შორის მარტო ამას არა რუსეთსაც ძალიან დაემსგავსნენ ბევრ რამეში და აგერ საკუთარ მოსახლეობის მიმართ მსგავსი ტიპის ნივთიერებების გამოყენების გამოცდილება პუტინს აქვს რა უბრალოდ იქ ნორდოსტში გამოიყენა ფენტალი იყო ეგეთი ნივთიერება რომლითაც მოწამლა ადამიანები და ნორდოსტში დაღუპულების დიდი ნაწილი სწორედ ამ ნივთიერებით გაიგუდნენ იმიტომ რომ დახურულ სივრცეში მისი გამოყენება არ შეიძლებოდა მაგრამ აი როგორც პუტინისთვის ასევე ბიძინა ივანიშვილისთვის ნებისმიერი გზა ხელისუფლებაში დარჩენისთვის არის მისაღები რა და ეხლა გამახსენდა უბრალოდ ეგ პარალელი რომ ქიმიური ნივთიერებების საკუთარი მოსახლეობის წინააღმდეგ გამოყენება როგორც ჩანს ასეთი ტიპის ავტორიტარებისთვის არის ძალიან ისეთი ნაცადი ხერხი და აკეთებენ ამას. ამიტომ რეაქცია საერთაშორისო საზოგადოების არის საკმაოდ მკაცრი. ამ რეაქციის დიდი ნაწილი მიმართული იქნება იმისკენ, რომ გამოძიება აუცილებლად ჩატარდეს და ორი ამბავი შეიძლება დადგეს შედეგად. თუ აღმოჩნდა, რომ ეს ნივთიერება არის ნივთიერება, რომელიც აკრძალულია კონვენციებით, მაშინ დარწმუნებული ვარ, რომ ისინი გაცილებით უფრო მძიმედ დაამთავრებენ, ვიდრე ჩვენ წარმოგვედგინა და ჰააგა და ტრიბუნალი შეიძლება იყოს ამათი საბოლოო ადგილი, სადაც ისინი სიმართლეს ვიპოვით ჩვენ ქართველი ხალხი და ისინი იპოვიან რაღაცა გრძელვადიან პატიმრობას და მეორე ნაწილი თუ ეს არის ნივთიერება, რომელიც აკრძალული არ არის, თუმცა ჯანმრთელობისთვის ძალიან მძიმე შედეგების მოტანა შეუძლია, მაშინ საერთაშორისო სანქციები იქნება იმაზე მკაცრი, ვიდრე ბიძინა ივანიშვილს ახლა გონია რომ შეიძლება სანქცია იყოს.